ნინო კეჩხუაშვილი, მარიამ ბახტურიძე. ნინო გორის კრივის სკოლის აღსავდელია. ჩარშანის სკოლის ჩემპიონი. ჩარშანიკო კეჩხუაშვილი ახალგაზრდებში ჩემპიონი და მისი მეტოქეც მარიამ ბახტურიძეს უყოფილა საქართველოს ჩემპიონატების პრიზიორი და ჩემპიონი. გორელებს ყავთ ორი ფინალისტი, მაგერ ნინო კეჩხუაშვილი და ასევე ვაგონი ავტომობილის მოწაფე ლევან დემუროვი. ლაგოდეხელებს ეს ერთი წარმომადგენელი ფინალში. საქართველოს ლაგოდეხში ბატონო მომხდა. გოგონების კრივი განვითარდა უკვე რამდენი წელია ნახო. სადღაც 4-5 წლის უკანონზე კარგი მოკრივეები ყავდა ყველა ასაკობრივ და ეს მარიამ ბახტურიძეს ყოველ წელს გამოდის ხოლმე ან ახალგაზრდები გოგონებში, ახალგაზრდებში, ახლა არის უკრალებში და მუდმივად არის ხოლმე პრიზიო ფესტივალის ნინო კეჩხუაშვილი, მარიამ ბახტურიძე. შემდეგი ფინალი ასეთი იქნება 57 კილოში ხურამან გასუმოვან გამოვა თბილისელი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 23 წლამდელთა შორის და მისი მეტოქე იქნება ზესტაფონელი ლიზი ქათამაძე. ეხლა ფინალი 54 კილოში რეფერენდზე ბათუმელი სანდრო ტურგუში წითელი კუთხიდან ნინო კეჩხუაშვილი და ლუიჯი მარიამ ბახტურიძე. ბახტურიძემ გაახევინა უკან კეჩხუაში ცოტათი უფრო მაღალი არის დისტანციიდან იქნება გამოცდილია იქნება გამოსახებულების შეკრებები ტურნირებში და მისცეთ საკმაოდ ხარისხიანი კრები ნახეთ ხო? პირველ ბრძოლაშიც და ისეთ დაიწყო ეს ახალ ბედების სარეთხოვის გაითავა მოდის გოგონებშიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც კარგი შეფსება მოვიდა. ევროპის ჩემპიონატებზეც ბოლო 3-4 წელია საკმაოდ რაოდენობის მედლები დაგვიგვება ასაკობრივებში, მსოფლიოზეც ხონია ერთი მედალი და შავშან უკვე ყავდა პირველი ჩემპიონი ევროპისა ელენე ქარჩავა, რომელიც ეს ბრძოლების დაწყების წინ დააჯილდოვეს. სულიან დარტყმებს ცოტა უკეთესად ნინოს გამოდის. ნინო ახლო ბრძოლაში არ აპირებს. შორიდან და საშუალო დისტანციიდან იმდის ბოლოს გაუშვა ბახტურიძეს. თავი უნდა დაახარეინო ცოტა. მაგლა თავია, მაგითო ხდება თქო. კარგი მარცხენა პირდაპირია, მანძილს გრძნობს, სიმაღლეც უწყობს ხელსა. პირდაპირ იყო ნინოს მხრიდან. ახლა სკოლა მოიპოვა. კარგია. შედეგაც მოიგებია კეჩხუაშვილმა. ასე თქვა დაალაგა ბრძოლა. არჩქარობს. ხო და ესე დინჯაც დგას ვიგზე აუღელებლად და გულებს აგროვებს, თუმცა შედეგიანი დაწყება მის მეტოქესაც აქვს, რა თქმა უნდა. რაუნდის პირველი რაუნდის მიიწურა.
დაასრულებს, რომელი კარგად დაასრულებს, დიდი მნიშვნელობა. რაუნდის დასასრული, ასე ჩემი აზრით 5 თვე უნდა მოვიდეს ბატონო მამუკაც წითელი კუთხით სასარგებლოდ. ბატონო 3 თვე მოიგო ჭუაშვილმა გაიყო ხლები. 3 ქუთაისელი საჯი ყავს, რაც 3 მილიონისა უპირატესობა გორელს და ორმამსაჯმა მიანიჭა უპირატესობა მარიამ ბახტოლიძეს. მით უფრო საინტერესო იქნება ბოლო 2 რაუნდი. ამ ტურნირში 3 მონაწილე უნდა ყოფილიყო თავიდან შამპიონი ჩემპიონის უნდა ყოფილიყო სალომე კალთუაშვილი, საგარეჯოელი, მაგრამ ნახევარფინალში უნდა შეხვედროდა მარიამ ბახტოლიძეს, მაგრამ ბახტოლიძე უგოლოდ გავიდა ფინალში აბუცი გამიზეზით. ვერ გამოვიდა კალთუაშვილი ნახევარფინალში. E 54-ში შამშან ნინო კეჩუაშვილი ჩემპიონი იყო გოგონებში და ქალებში ჩემპიონი იყო ის ნახსენები ჩემპიონ სალომე კალთუაშვილი. მარიამ ბახტოლიძე იყო შამშან ქალებში ვერცხლის პრიზიორი 57 კილოგრამში. მეორე რაუნდი. აქტიურად დაიწყო და მოაწყა წინა ხელით მოახვედრა ხა კეჩუაშვილის ყურა იყო. ახაც მოიგებია ყველაფერი გორელმა. ბახტოლიძე როგორც ხედავთ, მუდმივად ცდილობს ისეთ საშუალო მანძილზე ან ახლო ბრძოლაში შესვლას, მაგრამ უყურდება საკმაოდ კარგად მას კეჩუაშვილი ის მხოლოდ შორი დისტანციიდან აგროვებს ქულებს. ცოტა თავი უნდა დახაროს ნინო. შეტევას აკეთებს, მაგრამ საპასუხო დარტყმებსაც იღებს, იმიტომ თავია ხაწეული. მეტი მარცხენა უნდა მუშაობს, მეტი მარცხენა გრძელი ფლავები აქვს. ეს არის მისი უპირატესობა. მანძილსაც კარგად გძნობს. ჯერ საინტერესო ბრძოლა გამოგვივიდა. ესეც ამასაც ისეთ პირი უჩანს, რომ მესამე რაუნდში გადაწყდება ყველაფერი რაუნდის შემდეგ. გადამწყვეტ უპირატესობა წესით არცეც არ უნდა ქონდეს. ის მეორე რაუნდის ბოლო წუთიც დაიწყო. ბახტოლიძის შეტევა იყო. გაცვალეს დარტყმები. აი კიდევ სულთა დარტყმა ბახტოლიძისგან. ნინოს იმდენი თელა გამოცდილება, რომ ასეთ დარტყმებს არ უნდა ატარებდეს. აი კიდევ ბოლო 3 დარტყმა ჰქონდა ბახტოლიძეს. აღარ გამოვიწყული რომ შეიცვალოს ამ რაუნდის შემდეგ სიტუაცია 3-2 მოიგო პირველი კეჩუაშვილი. კიდევ გაიყოფა მე ასე მგონი ამ საკითხი აზრი. ო 10-9, მაგრამ შეცვლა 10-9 მოიგო კეჩუაშვილმა და სამსაჯთან და გადამწყვეტი უპირატესობა 20-18. ნახოთ მესამე რაუნდი. ეს იმას ნიშნავს, რომ კეჩუაშვილი ძალიან ახლოს არის ჩემპიონატთან.
აქტიურად დაიწყო ბახტურიძე. შესამჩნევად გააქტიურდა, იმიტომ რომ საგნულად ჩამორჩა ორი რაუნდის ჯამში, ხა მინიმუმ 6 საჭთან ახალ გაფრთხილებაც მიიღო თავის არასწორად ხმარებისთვის. ბახტურიძემ რაც მის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა ახლა არის. ვადამდე დასრულება თუშველის სათხმელად ადვილია, მაგრამ უფრო გაიზარდა კეჩხუაშვილის შანსები აი გაფრთხილების შემდეგ. აღარ ისკავს არც ერთი მოკრივე რამეთი ახლა ნინო მიწის ორივე რაუნდს იგებს. ხო, კეჩხუაშვილს არ აქვს მონდილოდ გასარისკი, უნდა გარისხოს დაცვას მიმართა. მოძრაობს. ჩაპს გაუსწორებს. სუნელი ბადრი ულუმეგაშვილი თავის აღსავსებს ნინო კეჩხუაშვილს. მალე განახლდება ბრძოლა. შეტევაზეა ძირითადად მარიამ ბახტურიძე. ცოტა თავით ვარდება მარიამი. შედეგიანი ქულა მოიპოვა ლუჩმა კუთხე. კიდევ ერთი ქულა. ნინო მოძრაობს ტაქტიკურად, მაგრამ დარტყმები არ უნდა მიიღოს. ხო, სამი დარტყმა მიიღო, მაგრამ ის არ იქნება საკმარისი სამქულიანი უპირატესობა აქ სამსახურთან ახლა. ნინო კეჩხუაშვილს ის აღარ ისკავს ტაქტიკურად. სწორად მიიღავს ბრძოლა და შეინარჩუნებს გამარჯვებას. მაგრამ ნინო კეჩხუაშვილის შეტევა მოძრაობს 10 წამი დარჩა. ნახოთ. შეიძლება ამ რაუნდში გაიგოს საჭთა აზრები, მაგრამ საერთო ჯამში ნინო მოიპოვებს ალბათ ქვეყნის ჩემპიონის წოდებას. და გორელებს ექნებას. პირველი ოქრო ლაგოდეხმა და წყალტუბომ დაასრულეს თითო 4 მედალით ეს ჩემპიონი. ვნახოთ რა შედეგი მოვიდა. ერთიანი გადაწყვეტილება ანუ ხუთი ქულები. როლოცავ გორელებს ქვეყნის ჩემპიონს ხალებში ასე ვთქვათ უფრო სასახში. ჩვენ გავდა ჩემპიონი ბორის კრივისკოლას სადღაც 6-7 წლის უკან. გადუნაშვილი მე მგონი კარგად მახსოვდა.